მოგესალმებით ბიბლიური ისტორიების სამყაროში, სადაც დღეს სამყაროს შექმნას, ადამსა და ევას და მათ ცოდვით დაცემას გავიხსენებთ. დასაწყისში ღმერთმა შექმნაცა და დედამიწა, შემდეგ კი თქვა, იყოს ნათელი და გაჩნდა სინათლე, რომელიც სიბნელისგან გამოყო. მეორე დღეს ღმერთმა შექმნა ცის კამარა, ხოლო მესამე დღეს ხმელეთი, ზღვები და მრავალფეროვანი მცენარეები. მეოთხე დღეს კი მზე, მთვარე და ვარსკვლავები გაჩნდნენ. მეხუთე დღეს ღმერთმა შექმნა ზღვის ცხოველები და ფრინველები, ხოლო მეექვსე დღეს ხმელეთის ცხოველები და ადამი. ღმერთმა ადამი ედემის ბაღში დაასახლა სავსე ხეხილით და მისი ნეკნისგან შეუქმნა დამხმარე. ევა რათა მარტო არ ყოფილიყო. მაგრამ გველმა სატანის სახით აცდუნაევა ეჭამა კეთილისა და ბოროტის შეცნობის ხის ნაყოფი და უთხრა, რომ ღმერთივით გახდებოდა. ევამ შეჭამა ნაყოფი და ადამიანსაც გაასინჯა. ამის შემდეგ მათ გააცნობიერეს თავიანთი სიშიშვლე და ღმერთმა ისინი ედემის ბაღიდან გააძევა. ეს ისტორია გვასწავლის მორჩილების მნიშვნელობას, თავისუფალი ნების შედეგებს და პასუხისმგებლობას ჩვენს არჩევანზე.